უგულავას შეთავაზება ქართულ ოცნებას ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის შექმნის შემდეგ დედაქალაქის მერი თბილისის მაჟორიტარებს ქალაქის ბიუჯეტის ერთობლივ განხილვას სთავაზობს. დაგვიანებული პიარი სწორედ ასეთ შეფასებას აძლევს უგულავას წინადადებას ოცნების მაჟორიტარები. ხელისუფლებაში მოსული ახალი პოლიტიკური ძალის შეხვედრა თბილისის მერთან ხვალისათვის იგეგმება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრას თბილისში გამარჯვებული არც ერთი მაჟორიტარი არ დაესწრება. დედაქალაქის პრობლემების განხილვა გიგი უგულავამ ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს ჟურნალისტების საშუალებით შესთავაზა. მზად ვარ მათთან ერთად გავიარო, შევაჯეროთ სხვადასხვა პროგრამები წარუდგინო, რაც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ასახული იყოს ბიუჯეტში. ბიუჯეტის გარდა თბილისის მერმა მომავალ დეპუტატებს კომუნალურ საკითხებზე მათი თვალსაზრისის განხილვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვისაუბრებთ თუ რა თქმა უნდა მათი მხრიდან ამის სურვილი იქნება სხვადასხვა კომუნალურ თუ სხვადასხვა საჭიროებო საკითხებზე, და ბუნებრივია მათაც ექნებათ თავიანთი ხედვის შემოთავაზების შესაძლებლობა. თბილისის მერიაში შეხვედრა ხვალ გაიმართება, თუმცა მცირედი განსხვავებით. ოცნების წევრთა განმარტებით უგულავას არა მაჟორიტარები, არამედ საკრებულოს წევრები და მათი წარმომადგენლები შეხვდებიან. ჯერჯერობით მე ვერ ხედავ თქვა ამისვლის აუცილებლობას. საკრებულოში არიან ჩვენი წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, პირველ რიგში ალბათ მათთან უნდა გაარკვიოს. თბილისის მერის მოწოდებას პიარად მიიჩნევს ოცნების კიდევ ერთი ლიდერი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უგულავას შემოთავაზებას დაგვიანებულს უწოდებს. მთელი ამ ბოლო ორი წლის განმავლობაშია ვთხოვდით, რომ განეხილათ ამგვარი ბიუჯეტის ფორმირების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა და ერთად და სამუდამოდ ამგვარი ნაბიჯების მიემართათ, მათ ყურიც არ გაუბატყუნებიათ. დედაქალაქის მერის შეთავაზებას რჩევით პასუხობს ქართული ოცნების კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი. პირველ რიგში მე მიმართავ, ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომ უგულავა როგორც მოქმედმა მერმა ჯერ ბოდიში უნდა მოუხადოს თბილისელებს, მოქალაქეებს იმისათვის, რა გადასახადებით შემოიღო მან დედაქალაქში ელექტროენერგიის და დასუფთავების მიმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ის ბოდიში მოიხდის და ყველა პროცესი გახდება გამჭვირვალე ბიუჯეტთან მიმართებაში, სამწუხარო ჩვენ წლების განმავლობაში მანკიერი პრაქტიკა დაერგა მან და მისმა სამსახურებო, მას შემდეგ შეიძლება მასთან და მის სამსახურებთან გასაუბროთ. დედაქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა მერიაში ხვალ იგეგმება. შეხვედრა გიგი უგულავასა და ოცნების წევრებს შორის 13 საათისთვის გაიმართება.